გამარჯობა, მე კონსტანტინე ვარ. საქართველოში სურსათზე ფასები ბევრად ძვირია ვიდრე ევროპაში, განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ვიდეო მიმართვაში. პრემიერმა მთავარ ამოცანად ფასების შემცირება დაასახელა. ხელისუფლება სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტების ქსელებთან მუშაობას იწყებს. პარალელურად ირაკლი კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდა. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10 მილიონ ნახევარი ამერიკული დოლარის ღირებულების გრანტს გამოუყოფს. განკარგულებას ხელსაწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. საქალაქო სასამართლო დღეს გრიგორ ლილუაშვილის საქმეზე იმსჯელებს. სუსის ყოფილ უფროსს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამისაღება ედება ბრალად. მათ შორის არის კოლ-ცენტრების საქმე, საბავშვო ბაღების ტენდერები და ბიზნესის ლობირება. დანაშაული 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ცენზურისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობის გამო ამერიკული სანქციები დაუწესდათ ევროპელ ჩინოსნებს. შტატები ქვეყანაში შესვლას უკრძალავს ყოფილ ევროკომისარს ტიერი ბრეტონს და არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ 4 წარმომადგენელს. ქართველმა სამართალდამცველებმა მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კოკაინი ამოიღეს. დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელსაც სამსგავრო ჩანთაში მოწყობილი ჰქონდა სამალავი. პოლიციამ სიღნაღში დააკავა პირი, რომელმაც მზევლად საკუთარი ბები აიყვანა და ყოფილი მეუღლის უცხოეთიდან ჩამოყვანას ითხოვდა. დაკავებულს 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში 46-მა ბიზნეს სუბიექტმა გაიმარჯვა. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, მუნიციპალიტეტი პროექტების დასაფინანსებლად 9 მილიონზე მეტს გასცემს. ქართული ღვინის სარეკლამო ბანერები ნიუ-იორკში მანჰეტენზე 18 ლოკაციაზე განთავსდა. კამპანია 4 კვირის განმავლობაში გრძელდება. ამ დროისთვის სულ ეს იყო. შეხვედრამდე.